ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი და მისი დირექტორი, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი. ოქროს ხანა ქართული მეცნიერებისთვის, განსაკუთრებული ეტაპი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების გზაზე. ეს ყველაფერი დღეს ქართული მედიცინის ისტორიაა. მისი საამაყო წარსული, რომელსაც დასაბამი ზუსტად 110 წლის წინ ნინო ჯავახიშვილის დაბადებით მიეცა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას მიეძღვნა მორფოლოგიის ინსტიტუტში გამართული საიუბილეო შეხვედრა, სადაც აკადემიკოსი ქალბატონის მოსწავლეებმა და კოლეგებმა ინსტიტუტის სახელოვანი დირექტორის ხსოვნას საგანგებო კონფერენცია მიუძღვნეს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, პროფესორ ნინა ჯავახიშვილის 8 წლის შესახებ საუბრობთ და მოგონებებით სავსეა დღევანდელი დღე. ქალბატონი ნინა გახდათ სწორედ პირველი პროფესორი ქალი ანატომიაში და საზოგადო მოღვაწე. მის არა მხოლოდ სამეცნიერო შრომებზე, მის 8 წლზე ალბათ ბევრი არის კიდევ სათქმელი და ჩვენი მომავალი თაობები გაეცნობიან მის ბიოგრაფიას, მის სამეცნიერო ნაშრომებს, მის საზოგადო მოღვაწეობას და აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი მეცნიერების მნიშვნელობას დღევანდელი საზოგადოების სწორედ იმ აქტივობებშიც და სამეცნიერო აზრს, რომელსაც სწორედ ეს დიდი ქალბატონი ატარებდა და ნინა ჯავახიშვილის ეპოქა ჩაიწერება ოქროს ასოებით საქართველოს სამეცნიერო ისტორიაში. მართლაც მეცნიერების დედოფალი გახდათ ქალბატონი ნინო, იმდენად დიდია მისი 8 წლი, როგორც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ქალბატონი ნინო გარდა იმისა, რომ იყო დიდი მეცნიერი, იგი ძალიან თავდაბალი ქალბატონი ბრძანდებოდა. ძალიან მიჭირს საუბარი ისეთ დიდ პიროვნებაზე, როგორიც იყო აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ წილად მხვდა ბედნიერება პირადად მასთან მისი ხელმძღვანელობით მემუშავა. ხელმძღვანელობით ნიშნავს იმას, რომ როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი და შემდგომ კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურაში წილად მხვდა ბედნიერება მოვსულიყავი მორფოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დირექტორი იყო აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი. ჩემი ხელმძღვანელი კი აკადემიკოსი ვლადიმერ ბახუტაშვილი. მე მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, როდესაც პირველად მივედი ქალბატონ ნინოსთან, მაშინ საკანდიდატო დისერტაციას ვიცავდი და როდესაც ბატონმა უჩა, პროფესორმა უჩა გაბონიამ შემიყვანა მასთან, ჩემი თავი გააცნო და ქალბატონი ნინო იყო ზურგით დამდგარი და უყვება ჩემს შესახებ და მოტრიალდა უცებ და თქვა, უჩა გენაცვალე, შენ არიცი იმდენი მის შესახებ, რამდენიც მე ვიციო. მართლაც მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ანატომის და მე ისეთი ტრადიციული სკოლის წარმომადგენელი ვიყავი, რომელთანაც ქალბატონი ნინო მეგობრობდა, ეს გახლდათ ბატონი შალვა თოიძე პროფესორი და მან ყველაფერი კარგად იცოდა ჩემს შესახებ. ის ბევრ რამეში იყო პირველი მსოფლიოში, მაგრამ მე მინდა შევეხო რამდენიმე სიტყვით მის პიროვნებას. როგორც მოგახსენეთ, ასპირანტურაში ჩავაბარე მორფოლოგიის ინსტიტუტში და მე ცხოვრებაში არ დამავიწყდება პირველი შეხვედრა მასთან. მოვედი ქუჩიდან, ის საერთოდ არ მიცნობდა, არ დავხვდა ოთახში, მაგრამ მას მდივანმა უთხრა, რომ მას ელოდნენ. და როცა რამდენიმე ხნის მერე დავბრუნდი და მას უთხრეს, რომ მოვედი, მახსოვს, რომ კაბინეტში იჯდა და როგორც კი კარები გავაღე, ის ადგა, წამოვიდა, მე უკან ვიხედებოდი, ვიფიქრე ვიღაცას ელო და ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს მე მხვდებოდა ასე, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ნაცნობობა ჩვენ არ გქონდა. ჩემი მეორე შეხვედრა იყო ის, რომ როდესაც კვლავ ამ საქმეზე მივედი მორფოლოგიის ინსტიტუტში, დავინახე, როგორ წავდა ყვავილებს. დიდ დერეფანში, სადაც საკმაოდ ბევრი ყვავილები იყო, სარწყავით დადიოდა და ყვავილებს წავდა. ასეთი მოგონებები დღეს აქ მრავლად იყო. მოგონებები დიდი ექიმის, დიდი მეცნიერის და უბრალოდ დიდი ადამიანის, სახელოვანი ქალის შესახებ, რომელმაც შეძლო და მორფოლოგია და ექსპერიმენტული მედიცინა ხელოვნების რანგში აიყვანა. ქართული სამედიცინო მეცნიერება საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. მორფოლოგიის ინსტიტუტს კი მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ეს იყო ძალიან დიდი სკოლა.
ვინც ერთხელ ფეხ შედგამდა ამ ინსტიტუტში და ნახავდა აი ამ ურთიერთობებს, ის მერე სამუდამოდ ვერ შეძლებდა, რომ იქ სხვანაირად ვერავინ მოიქცეოდა, იმიტომ რომ ეს ატმოსფერო იყო შექმნილი ნინო ჯავახიშვილის მიერ. როდესაც უცხოელი სტუმრები ყავდა კათედრაზე და ქალბატონი ნინო მოწვეული ყავდა, სანამ მე უცხოელ სტუმრებთან საუბრობდი და მათ კათედრას ვათვალიერებდი, ჩემმა თანამშრომლებმა შესთავაზეს ქალბატონ ნინოს ოთახში დამისდარიყო. იგი საათნახევრის განმავლობაში უკვე ხსოვანი იყო. იდგა კედელთან და ელოდებოდა ამ სტუმრებს. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი მაგალითია მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა ახალგაზრდებისთვის და მე ვიმედოვნებ, რომ ეს საღამო ვინც კი ნახა ახალგაზრდებმა და ის ფილმი მის შესახებ ნამდვილად წაადგება ჩვენს ახალგაზრდობას. ანუ რა ტრადიციებით გავიარეთ ჩვენ და მე მინდა რომ ახალგაზრდობას უსურვო ამ ტრადიციებით გაეგრძელებინოთ მათ თავიანთი მოღვაწეობა. საღამოს ფარგლებში გაიმართა ნინო ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებაც, რომლის წყალობითაც აუდიტორიის თვალწინ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ლეგენდარული ქალბატონი, ქართული მეცნიერების ნამდვილი ვარსკვლავი ნინო ჯავახიშვილი. ნინო ჯავახიშვილის 100 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრებოდნენ კორეის სანჯის უნივერსიტეტის პროფესორებიც, რომელთაც შეხვედრის ფარგლებში უაღრესად საინტერესო ლექციები წაიკითხეს თემაზე პირველადი მილოვანი სისტემა. ვიზეიმეთ აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე ქართულ საზოგადოების წარმომადგენლობით კარგად ჩაიარა ამ საღამომ და დაამშვენა ეს ყველაფერი ამ უცხოელ კოლეგათა მიერ ადამიანის ორგანიზმში ნაპოვნი ახალი სისტემის გაუგზავნა ლექციები. კორეელი პროფესორების ლექციები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. თუმცა მათი ვიზიტი მორფოლოგიის ინსტიტუტში ამით არ დასრულებულა. პროფესორ დიმიტრი კორძაიას ინიციატივით სანჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საგანგებოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მორფოლოგიის ინსტიტუტში 3 დღიანი სემინარი ჩაატარეს. დღეს გაგრძელდა ასე ვთქვათ ჩვენი სიმპოზიუმი 3 დღიანი მსხვერპლთან ერთად, სადაც მიზანი არის ამ სისტემის კარგად შეცნობა და მერე მისი შესწავლის და მისი კვლევის დაწყება. ძალიან გვინდა რომ შევქმნათ ელექტრიული სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის და ის რაც უფრო მსოფლიომ იცის ან ახლა ეცნობა, ჩვენი ქართველი მომავალი მედიკოსებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ამასთანავე ვარაუდობ, რომ ამ სისტემის კვლევა ახალ ასპარეზს ვადებს სამეცნიერო კვლევებისათვის. და მორფოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ეს ღონისძიება მიდის, სადაც მთელი ცხოვრება მოღვაწეობდა ქალბატონი ნინო ჯავახიშვილი, სადაც მორფოლოგიური კვლევის მიმართულების ინსტიტუტი. და სწორედაც უპრიანია, რომ ამ სისტემის სტრუქტურული საფუძვლების კვლევა დაიწყოს მორფოლოგიის ინსტიტუტში. ასე რომ ტრადიცია გრძელდება. მორფოლოგიის ინსტიტუტში უწინდებურად ჩნდება სამედიცინო ექსპერიმენტული კვლევების ახალი ჰორიზონტები. იხსნება სამომავლო პერსპექტივები ინოვაციური მიგნებების, სრულიად არაორდინარული ექსპერიმენტების ჩატარების კუთხით და ისახება ახალი თანამშრომლობა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის. დღეს მომდა სემინარი, სადაც პროფესორებმა წარმოადგინეს მათი კვლევის შედეგები და ის ძირითადი დებულებები, რომელიც შეეხება ერთ საინტერესო ფრაგმენტს. კერძოდ ეს არის ლიმფური სისტემის შიგნით არსებული პირველადი მილოვანი სისტემის სტრუქტურა, მისი ფუნქციები, მათი გენების აქტივაციის მოდული და ასე შემდეგ. ახლა მცირე შესვენებაა და ამის შემდეგ ჩავდივართ საოპერაციოში, სადაც ექსპერიმენტზე ნაჩვენები იქნება, როგორ შეიძლება ამ სისტემის ანატომიურად გამოვლენა და ის კვლევის დაწყება. ძალიან ინტერესები ველოდები ამას, მთელი ცხოვრება ვაკეთებ ექსპერიმენტებს და დაუჯერებლად ჩანს, რომ
ცხოველის ნახსნელ მუცელში აქამდე მე იდენტიფიკაცია არ მიმიხდენია სად მდებარეობს და რა საბოლოოა სასწაულები მიღებული სისტემა. დღეს ამას ქართველი მეგობრები ნახავენ.